თქვენი შეფასება რა არის იმ კომენტარების გათვალისწინებით, რომელიც შევთავაზეთ მათ შორის მაყურებელს და ჩვენ ვნახეთ ქართული ოცნების განმარტებაც ბიზნესის ერთი ჯგუფი ივანიშვილის ლობისტად უცხოეთში. Როგორ ფიქრობთ? და ხშირად გისაუბრიათ ამ წნეხის მნიშვნელობაზე ქვეყნის გარეთ კონკრეტულად და ასევე წინააღმდეგობის ფასზე, ხომ? შიგნით მიმდინარე პროცესის გათვალისწინებით. ანუ თუ გაქვთ ამ მხრივ რაიმე ინფორმაცია, რისით შეგიძლიათ და როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ეს პროცესი? რაზე ინფორმაცია ვინმეზე, ვინც ლობირებს ივანიშვილს ქვეყნის გარეთ, ვერ მიხვდი ბოდიში გამარჯობა. კითხვას სუდად მესმის თქვენი ხმა, პროცესი, რომელიც მიდის. ის ვის ჩემი ხმა? კი ბატონო, თაზო, გაიგეთ ჩემი კითხვა. კი, გავიგე, რა ინფორმაცია მაქვს, არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, როგორ მიდის ეგ პროცესი, არ ვიცი, სიმართლე გითხრა, არ ვიცი თუ ვინმე ლობირებს ივანიშვილის ანაცვლოდ მის არასანქცირებაზე, ის რომ რეჟიმთან დაახლოვებული ბიზნესმენები ძალიან ნათლად აღიქვავენ იმას, რომ ძალიან დიდი პრობლემების ქვეშ დადგება მათი ქონება და ის რაც მათ შვილებს უნდა დაუტოვონ, ეგრო ესმით და ცდილობენ გამოძრომას, მაგის შესახებ დიდი ხანია ვიცით, ხო? პირადად საკუთარ თავზე ბევრი ბიზნესმენი, რომელიც მაგრისკის ქვეშ დგას, რომ სანქცირებული იყოს, არიშურებს ლობისტებში ფულს იმისთვის, რომ თავი აქედან დაიძრინოს. მაგრამ არა მაქვს კონკრეტული ინფორმაცია მართლა ვინ ლობირებს ივანიშვილის არ დასანქცირებისთვის ევროპაში. ძალიან ან ევროპაში ან ამერიკაში ისეთი ძალიან უმადური საქმე მგონია. ბიზნესმენების ლობირება არ შველის ეგეთ ამბავს. ივანიშვილი არ არის რაღაცა ისა რა ქვია, ჩვეულებრივი კულენა. ივანიშვილი არის დასავლური ქართული ინტერესების წერი, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების წერი და არ ვიცი სიმართლე გითხრათ, იცით რაღაცა ისეთი თუნდაც არის. რაზე დადიან ეგ ხალხი ევროპაში, საერთოდ არ მაინტერესებს. ვიცი რას დავდივარ მე ვიცი რომ ჩვენ აქ იმ პირობებში, რა პირობებში დღეს ეს ქვეყანა არის, იმ პირობებში, რა პირობებში რუსეთი მიაქანებს ერთ ქართული ოცნება, ჩვენ აქ ვართ ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქში და ჩვენ მერობის კანდიდატს ვახედრებთ დონეზე ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურებს, ვინც ხარიან, ვისაც შეუძლია თანამშრომლობა, ვისაც აინტერესებს ეს პროცესი, მისი გამოცდილებაც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის. მაგალითად, ბრიუსელის მერის გამოცდილება, რომელსაც გუშინ ჩვენ კანდიდატი ირაკლი კუპრაძე შევახვედრეთ. მაგალითად, ბელგიის მმართველი პარტიის რეფორმატორული მოძრაობის თავმჯდომარესთან შეხვედრა, რომელიც დღეს ჰქონდა სამოვალ თანამშრომლობაზე, როგორც მუნიციპალურ დონეზე, ისე ფართო დონეზე. აგრეთვე სხვადასხვა შეხვედრები ჩვენ ლობირებთ საქართველოს ინტერესებს, ჩვენ ლობირებთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, ჩვენ ლობირებთ თბილისელების ინტერესებს ირაკლი კუპრაძის შემთხვევაში და გვინდა რომ აბსოლუტურად საპირისპირო გავაკეთოთ იმისა, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, კახა კალაძე აკეთებს, რა ვიცი, მათი მონაბიზნესმენები აკეთებენ. აი ეს რაღაცა საღორე, რომელიც ერთი ამორფული საზიზღრობა არის ამ ქვეყნის თავზე აღმოცენებული, ეს აღარ გვინდა, ამის წინააღმდეგ ვიბრძვით გამალებული. ჩვენ ამ ბრძოლის ველად აი ხა ეს რამოდენიმე დღე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრები ბრიუსელში. აი ამით ვარ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ინტერესების ლობირებით, ჭირსაც წაუღია ყველა ივანიშვილის ინტერესების გამტარი და რუსების ინტერესების ლობისტი მაგ ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის გარეთ. ანუ თაზო თქვენ ამბობთ, რომ ეს უმადური საქმე იმიტომ არის, რომ რეალურად ამ პროცესს არ შეუძლია, თქვათ ივანიშვილის ინტერესის გადარჩენა. არ შეუძლია, კარგით. კი, ჩემი შეფასებით არ შეუძლია. კარგით და ზოგადი შეფასება, ვთქვათ, რა შეიძლება იყოს იმის გათვალისწინებით, რომ ეს მცდელობა ეხა ცხადია, რომ ეს თვით ინიციატივა შეუძლებელია იყოს, ხომ? არიან ამ პროცესის სკეპტიკოსები, ვინც ფიქრობენ, რომ აი ეს ჯგუფი შესაძლოა ან მუქარის ქვეშ იყოს, ან ის პირი იყოს, რომელსაც აქამდე არაფერი უთქვამს, რაღაც თავისებურად სამსახურშია ხელისუფლების და ასე შემდეგ. ამ ტიპის ძალისხმევაც ხომ გამოდის, რომ ივანიშვილის და ოცნების გაწეულია თუ ამგვარ სამუშაოს ეწევიან ეს პირები უცხოეთში, ისევ და ისევ ოცნების და ივანიშვილის სასარგებლოდ. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვიცნობ არავითარ დეტალს ამ საქმის, ოღონდ ზუსტად ვიცი ერთი რამე, რომ ფეხქვეშ მიწა დაეწვება ყველა იმ ადამიანს, ვინც რუსული რეჟიმის გამყარებაში საქართველოში რაიმე წვლილით, რაიმე დოზით იღებს მონაწილეობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მაინტერესებს მათი არსებობა, ისინი არიან ამოსაძირკვი ჩვენი სოციალური ქსოვილისგან, როგორც ქართველების, საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი ეროვნული ინტერესების მტრები. მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხზე მართლა არ ვიცი დეტალები.
კარგი. თაზო, შეხვედრების ნაწილი ახსენეთ თქვენ, ამასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი გითხარით. დარწმუნებული ვარ, მათ შორის იცნობთ ოცნების გამოხმაურებასაც, ხადია ისინი აკვირდებიან პროცესსაც, საუბრობენ შედეგებზე, იქ უცხოურ ინტერესებზე და ასე შემდეგ. აი თქვენ რისი თქმა შეგიძლიათ მოქალაქეებისთვის ამ შეხვედრების მიზნები რა არის კონკრეტულად? ოცნებიდან გეუბნებიან, რომ რაღაც უცხოურ ინტერესებს ატარებთ, ხო ეს ძველი შეფასებაა, დარწმუნებული ვარ, არ არის თქვენთვის ახალი. ეხლა რა შეგიძლიათ რო თქვათ? გონება ჩამორჩენილების შეფასება ქართული ოცნებიდან, რომ აქ რაღაცა კიდევ კონსპირაციის თეორიების ყველაფერზე მოხვევა. ეგ არის ინტელექტუალური დეგრადაცია, ძალიან სამწუხაროდ შესამჩნევია რამოდენიმე ადამიანზე, რომელსაც მაგამდე ვიცნობდი, მაგრამ ქართულ ოცნებაში არის ეს ტვინგაყინვის პროცესია, ტვინგაყინვის პროცესი არის მართლა, აი ვეღარ უჭრით და დეგრადირებული შეფასებები აქვს აბსოლუტურად ყველაფერზე. არავითარ რა სისულელი არის, რა ინტერესების გატარება. ლაპარაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცებზე საქართველოს მოქალაქეებისთვის. მაშინ, როდესაც კახა კალაძე, რა ვიცი მე, საკუთარი იმის, რა ქვია, ოდეკოლონის სუნში იხჩობა თავის მანქანაში, იქიდან ვერ გადმოდის. თბილისელებსაც კი ვერ ხვდება და საქართველოს ყველა მნიშვნელოვან წერტილზე, ყველა მნიშვნელოვან დედაქალაქზე ამბობს, რომ იქიდან მოდის ბოროტება საქართველოს მიმართულებით. იზოლაციაში აქცენტს ქვეყანას. ამ დროს ირაკლი კუპრაძე ელაპარაკება ევროპის დედაქალაქის მერს იმაზე თუ როგორი შეიძლება იყოს ჩვენ ქალაქებს შორის პარტნიორობა, როგორი შეიძლება იყოს საქართველოსთან პარტნიორობა, რამ ხელმძღვანელობა აქვს საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქეების 85%-ისთვის ევროპაში ინტეგრაციას. როგორი ქალაქი გვინდა იყოს თბილისი, როგორი ქვეყანა გვინდა იყოს საქართველო. ძალიან კონკრეტული გეგმებით, კონკრეტული პროექტებით, კონკრეტული შეთავაზებებით და კონკრეტული წერტილებით სად შეიძლება ჩვენ შორის თანამშრომლობა შეიდგეს. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ჩვენ ვმუშაობთ ისეთ საარჩევნო პროგრამაზე, ისეთ ცვლილებებზე, რომელშიც ჩართული არის როგორც ევროპული ინსტიტუტები, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნები. ანუ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თბილისი იყოს მაქსიმალურად ღია ქალაქი, მაქსიმალურად ევროპული ქალაქი და ამისთვის დღეს პოზიციიდანაც სამომავლო თანამშრომლობას ვაგებთ. ჩვენ ქმნით იმ ალტერნატივას, რაც სჭირდება ქართულ ხალხს. ალტერნატივა ჭაობის, ჩაკეტილობის, იზოლაციის, გაუნათლებლობის, რომელსაც კალაძე თავაზობს, ხო? უშკები, გაუთავებელი კორუფციული სკანდალები და მეორე მხარეს თავაზობთ ძლიერ ალტერნატივას, თავაზობთ უფასო მედიკამენტებს, თავაზობთ სამუშაო ადგილებს, ბევრ თბილისში, თავაზობთ სუფთა ევროპული ტიპის ქალაქს. სუფთა ქალაქი, ჯანსაღი ქალაქი, რომელიც არ ინგრევა, ქალაქი, რომელსაც გადაადგილება არის სასიამოვნო, ქალაქი, რომელსაც აქვს ტრანსპორტი, რომელიც არის ინკლუზიური ყველასთვის და ყველას აქვს თავისუფლება ამ ქალაქში სიარულის. ანუ ევროპული პრინციპები ერთის მხრივ ეს არის მნიშვნელოვანი ფასეულობრივი სისტემა, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის აგრეთვე მთელი სიკეთეების სისტემა ადგილობრივ დონეზე ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამიტომ ამაზე ვმუშაობთ, ასეთ ქვეყანაზე ვმუშაობთ, ასეთ ქალაქზე ვმუშაობთ. აი ეს არის ჩვენი იდეა და ალტერნატივა, რაც ამ არჩევნებზე მოგვაქვს. ეს არჩევნები მნიშვნელოვანი არის, ჩემი აზრით, ყველამ თავის სამოქალაქო ვალი უნდა მოიხადოს და ამ მუნიციპალურ დონეზე ვაჩვენოთ, რომ ალტერნატივა შესაძლებელია, რომ სხვანაირი მმართველობა, აი ამ 13 წლიანი საღორის, აი ამ 13 წლიანი ჯოჯოხეთის, რომლის ფინალიც ერთადერთი არის მოსკოვის კარებთან დაცემა, აი საქართველოს დროშის მოსკოვის კარიბჭესთან დაცემა, ეს არის აი ამ გზის ფინალი, რომელსაც ქართული ოცნება აწვევა და მისი ლოკალურ დონეზე წარმომადგენელი და სახეხატება კალაძე ახორციელებს. ჩვენ თავაზობთ თვისობრივად განსხვავებულ პოლიტიკურ შეთავაზებას, რომელიც არის დასავლური ტიპის, ევროპული ტიპის, დინამიური და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე მორგებული. აი ამ განსხვავებას უნდა ხედავდეს საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობა და ხედავს. ამ განსხვავებას ვინც ხედავს, ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ 4-ში აუცილებლად წავიდეს არჩევნებზე. არაფერთან არ მოდის წინააღმდეგობაში ეს, სამოქალაქო ვალის აღსრულება არის მნიშვნელოვანი, კალაძეს არ უნდა დაუთმოთ თბილისს როგორ კი ბატონო. თაზო დათუნაშვილი საუბრობს დღის ამბების პირდაპირ ეთერში. ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი წარმომადგენელი. თქვენ იცით, რომ ლელოს ლიდერები ბრიუსელში მართავენ შეხვედრებს და სწორედ აი ამ კონტექსტში საუბრობდა ლელოს წარმომადგენელი, მათ შორის იმ მიზნებზე, რომელიც აქვს დასახული აღნიშნულ პოლიტიკურ ჯგუფს. იქამდე არ ვიცი თუ გვექნება თაზოსთან საუბრის დასრულების შესაძლებლობა, არ არის იდეალური კავშირი როგორც ჩანს.
მივცემთ მას შესაძლებლობას, რომ დაასრულოს საუბარი იმ საკითხის გათვალისწინებით, რაზეც ამახვილებდა ყურადღებას, ის ამბობდა, რომ წინააღმდეგობა არ არის ბრძოლის, ანუ პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი საკითხი, რაც ცხადია, იწვევს ინტერესს, არის ის პროცესი, რომელიც განვითარდა შეერთებულ შტატებში.